მოგესალმებით ბლოგების არხზე მეგობრებო, დღეს მივდივართ ბაკურიანში ოჯახთან ერთად და გაჩვენებთ თუ სად შეიძლება დაისვენოთ ბაკურიანში კარგად, გემრიელად, კომფორტულად. ეხლა ვართ გორში და დავაწევით მოკლედ პირდაპირ გავაგრძელებთ გზას ბაკურიანისკენ. ეს არის ჯეტური მეგობრებო. მარიკას მანქანაა, ახალია და სხვათა შორის ძალიან მომწონს. აი მანქანაა დავისπაში. საათ ნახევარში ვიქნებით უკვე ბაკურიანში და ცოტა გავგრილდებით, თორე ძალიან დაცხა თბილისში. სასტუმრო კრისტალი გვიმასპინძლებს, რომელიც საოცარი ადგილია, იმიტომ რომ აერთიანებს უამრავ გასართობ და დასასვენებელ ადგილს. შედი აბადანი, ხა დავალთვალიეროთ ჩვენი ნომერი. მოკლედ ეს არის მისაღების სივრცე. აქეთ გვაქვს სველი წერტილი, აქეთ გვაქვს საძინებელი. ანუ ეს არის საოჯახო ნომერი რა. აქეთ აივანია, იქითაც გვაქვს აივანი და იქით გაგახედებთ. აქ გვაქვს ყავა, ჩაი, წყლები. აქ საერთო სივრცე და აივანი, რა თქმა უნდა. აი ესეთი ხედებით. ნახეთ რა მაგარი ხედები გვაქვს. სასტუმროს ნომრები ერთმანეთისგან განსხვავდება, გვაქვს როგორც სტანდარტული, ისევე არასტანდარტული ტიპის ნომრები. ყველა არის საკმაოდ სუფთა და მოწესრიგებული. დავიწყოთ მოკლედ აქაურობის აღმოჩენა და თვალიერება. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ეს არ არის უბრალოდ სასტუმრო. ეს არის საკურორტო ზონა, სადაც ერთ სივრცეში უამრავი გასართობი თუ დასასვენებელი სივრცეა. რეკრეაციული ზონა, უამრავი კაფე, რესტორანი და ბევრი სხვა გასართობი აქტივობა. აქ გვაქვს, როგორც ხედავთ, საბაგირო, რომელიც ზემოთ ადის, იქ არის ტობოგანი. მოკლედ ნელ-ნელა დავიწყოთ ამ ყველაფრის დათვალიერება. პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს არის ტობოგანი, ხოდა მოკლედ ავიდეთ და გამოვცადოთ. ორი საბაგირო უნდა ავიაროთ, რომ ავიდეთ ტობოგანამდე. საბაგიროების ღირებულება, ანუ ამ ორივე საბაგიროს ღირებულება არის 25 ლარი. ანუ იქამდე რომ ავიდეთ 25 ლარი გვჭირდება. წადიდანი შედი. შემოდით. ებალა. ამოვედით პირველი საბაგიროთი, სანამ მეორე საბაგიროზე გადავჯდებით, ეხლა გაჩვენებთ აქ კაფე Skylines, რომელსაც აქვს საოცარი ხედები. აი, ეს გახლავთ კაფე Skyline-ი და ნახეთ რა მაგარი ხედები გადაიშლება აქედან. ამას შეხედეთ. აი ესეთი ზღაპრული ხედები იშლება აქედან მთელი ბაკურიანი მოჩანს. ნუ შიდა სივრცეშიც შეგიძლიათ დასხდეთ. საკმაოდ დიდი კაფეა რა. აი ეს არის უკვე მეორე საბაგირო, რომელიც აგვიყვანს აიქ ტობოგანთან. მოდი მამა მალე. დაჯე. დაჯე. აბა. ჰა? ეს ჩამოვწევთ ამას. იქ დაჯექი წინ. აბა. ეგარი. ეს უფრო მაგარია, დახუროს ეჯობია. ნუ გეშინია, ბიჭო. არ არის საშიში. მამას ხო ენდობი? ჰა? აბა რა, ჩამოვარდ. ზამთარში სასტუმრო კრისტალს აქვს, რა თქმა უნდა, საკუთარი სასრიალო ტრასებიც. ანუ სასტუმროს ტერიტორიიდან გასვლა სადმე სხვაგან საჭირო არ არის. ყველაფერი თავმოყრილია ამ სასტუმროს საკურორტო სივრცეში. აი ესე გამოიყურება ტობოგანი, რომელიც რატომღაც ბევრად პატარა მეგონა, მაგრამ ნახეთ საკმაოდ დიდია. 30 ლარია ღირებულება ამ ატრაქციონის. და ნახოთ. როგორ სიამოვნებას მოგვანიჭებს.
ეს არის ტორმუზი, ხო? როგორ არის? შეანელებს რო ჩაწამილი ჩაუვაგო. რას მოიტანა? ავედით. შენელა ვდივართ. აუ, ერთი სული მაგროდის დავიშვები. ამოვედით და ველოდებით ახლა ჩვენს რიგს რო დავეშვათ. ეს ტობოგანი მეგობრებო, კუთნის სასტუმრო კრისტალს. რიგი დგას ჩვენს წინ არის. სამი კაცია ჩვენს წინ. წავიდა და ჩვენი ძერიც მოვიდა. აბა წავედით. აი ლა 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 ლა. აბა დანი როგორია? როგორია? Let's go! ტორმუზ არ ვაძლევთ, მამა. ჩვენ ტორმუზი არ გიყვარს. დავაი, მოემზადე. ნახე, თელი ბაკურიანი ჩანს. ხარხოძე? აბა! იმას დავეწიეთ შემდგე. დანიელ, მე მგონი მე უფრო გავერთე ვიდრე შენ. ჰა? დანიელზე მეტად მე მგონი მე გავერთე. მაგრად გაასწორა, აი ძალიან გაასწორა, ყველას გიჩვენთ, ამოდით ის სიამოვნით. აქვე მეგობრებო, გიგანტური საქანელა. და რა თქმა უნდა შეგიძლიათ აქაც დასხდეთ. ახთ რა ხედებია. ოკეი, მოდი საქანელას გავუცადოთ. დანიელი ამისთვის პატარაა, ამიტომ ეგერ არის. კვევით დარჩა. არ ვიცი გადაღებას როგორ მოვახერხებ, მაგრამ სიგიჟე! აქაც დაჯექით მეგობრებო, ყველას გირჩევთ, მაგრად ისიამოვნებთ. საოცარი ხედების ფონზე მიიღებთ ექსტრემალურ შეგრძნებებს. ვიდეოში კარგად არ ჩანდა, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, ძალიან ექსტრემალურია და ძალიან სასიამოვნოა. ამიტომ გირჩევთ, რომ ამოხვიდეთ, დაჯდეთ აქაც. 15 ლარია აი ამის ღირებულება. აი აქ არის ტობოგანი, საბაგირო, საქანელა, ყველაფერი ერთად და აქეთან არის გადასახედი და დანიელმა თხოვა რომ ავიდეთო. აბა რას ხედავ? მან ფულით ვარ ჩავაგდეთ, ვერაფერს ვერ დაინახა. მაიცა თუ მაგ ხურდა. უფს. არა, ხურდა. სამსუხაროდ. უკან ჩასლა ბევრად მაგარია, მეგობრებო, საბაგიროთი, ნახეთ რა ხედებია. ძალიან ასწორებს. წავედით ისევ კაფეს Skyline-ში. გცივა? ცოტა აცივდა, გაგვიწვიმდა რა, არა და თბილისში ისეთი სიცხეები დავტოვეთ, რომ რავი, იწოდა იქაურობა და აქ ესეთი სიგრილე დავხვდათ. სანამ მეორე საბაგიროზე ახვალთ, აქ არის აი ესეთი კიბეები და ავდივართ ხედზე. წამოვიდეთ, აბა ვნახოთ რა ხედია იქიდან. ექსტრემალური ბილიკი. ნახოთ, რამდენად ექსტრემალურია. პატარა ლაშქრობაც შეგიძლიათ მოაწყოთ. თან დიდი გზა არ არის ხარა. მარტივია. ავდივართ ტერასა არის, სადაც 360 გრადუსით გვაქვს ხედები. ნახეთ მეგობრებო. ძალიან ლამაზი ბილიკია სხვათა შორის. მოვედით და ესეც ჩვენი ტერასა. შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები, ვიდეოები. ზღვის დონიდან 2135 მეტრზე ვართ. ესეთი არჩევლებრივი ხედებია აქედან. მოკლედ, სადღაც 5 წუთის ამბავია ფეხით რა. კიდევ ვიღალე ძმავა. აღმართია საკმაოდ ისეთი. სულ აღმართზე ამოდიხარ. ეხლა დავსხედით Skyline ბარში, კაფეში.
საკმაოდ კარგი მენიუა. კერძების არჩევანი საკმაოდ დიდია. და რაღაცას ახლა შევჭამთ და ჩავალთ მერე ქვემოთ. სასტუმროდან ჩავედით დრონით და მარიკა და ანიტა აივანზე. ხო. არა და ძალიან შორს ვართ. სადა ვართ ავასრულები და ისინი ნახსად სუქვევით არიან. საკაიფოა. აი ჩვენ ახლა შევჭამთ და ქვემოთაც უამრავი რაღაც ხდება და დაგათვალიერებინებთ. ეს არის ლიმონადი, რამდენიმე არომატი აქვს. ეს არის ალუბალი. ეს გახლავთ მარწყვი. ხო და გავსინჯოთ ორივე. მარწყვი ძალიან კაია. ესეც ძალიან კაია. აქვთ კიდე პორტოხალი, კენკრა, მოკლედ ძალიან გაგისწორდებათ. და საფირმო ლიმონადს მოყვა მეგობრებო ესეთი ტკბილეული, დესერტი. თან დესერტიც არ გინდა? არა, დარწმუნებული ხარ, ეს არ გინდა? არაფერი არ უნდა, დილით კარგად ჭამე, ხო? აი, არა უშავს. მე შევჭამ. სასტუმროსთან გვერდით არის კაფე ასპენი, სადაც არის ღია ტერასა და არის დახურული სივრცეც და აქვე არის საბაგირო. მესამე საბაგირო, რომელიც ჯერ გახსნილი არ არის, თუმცა ძალიან მალე გაიხსნება. ეს საბაგირო აგიყვანთ ატრაქციონებზე, ზემოთ კეთება ატრაქციონები, თან საკმაოდ ისეთი მასშტაბური პროექტია და ძალიან მალე შეძლებთ ისარგებლოთ მოკლედ ამ საბაგიროთის და იმ ატრაქციონებითაც, რომელსაც ახლა დრონის კადრებში ხედავთ. ახლა ჩვენს უკან მიახედე რა ხდება. აქ რა ამბავია ლახი. მოყურებთ ვიდეოებს? კი, შენი არხით გამოწერილი. ვაში გენაცვალე, ვა თქვენ გენაცვალე. მოდით სელფი გადავიღოთ. მიგარი. ისიც მაგნამახი პარი სენ-ჟერმენის თამაშზე და რეალის თამაშზე იყო. ო, მე და დანი, ხო? შემოგევლეთ. კაფე ასპენის გვერდით ეს არის საბავშვო სივრცე. აქ არის ტირის თოფები და ესეთი პატარა ტრაქტორები. შვენიერი გასართობია მეგობრებო, აგერ 4 ცალი დგას. შეგიძლიათ თქვენს ბავშვებთან ერთად თქვენ ძალიან კარგად გაერთოთ. იმენა დამახსოვრება უნდა რა რომელია. ეს ქვევით ეგ არის. ტირის თოფითაც მეგობრებო შეგიძლიათ გაერთოთ აქ. მოგონ მენუ მომბაძავთ, იმიტომ რომ ვერ ვიცი კარგად. პატარა ბავშვებისთვისაც არის აქ ატრაქციონები, აი ესეთი საყვარლობა. იქით ბატუტია, სასრიალოებია. მოკლედ არ მოიწყენენ ბავშვები აქ რა. და ნახეთ რამხელა მინდორი და რამხელა სივრცეა რა, აქ ბურთითაც ითამაშებენ. აი ესე გამოიყურება მეგობრებო კაფე ასპენის შიგნიდან და ეს კი გარეთ ტერასა, სადაც როგორც ხედავთ ძალიან ბევრი ხალხია. და აგერ ჩემებიც აქ არიან. ანიას მოვიდა ბურგერი. წეგალობიანი არ ჭამა ზემოთ და ეხა ბურგერი დააყუმბარა, წეგალობიანო და არ ფშიაო. თავის ხელა ბურგერი შეუკვეთა. ეს რა დღეშია აქ. რა გინდა მამა რა? ეს კი გახლავთ მეგობრებო ლავა კეიკი. რომელიც ესე გამოიყურება ძალიან გემრიელად და გემოს ახლა დანი გვეტყვის. აია. ხელია, ის და მეაყოლო ნაყინი. გვერდით ნაყინია. საუკეთესო იყო. რა? ლავა კეიკი. ოკეი. წავედით ახლა გავისეირნოთ ტყეპარკში. ტყეპარკი ძირითადად მაინც სასეირნოდ გამოიყენება, თუმცა ჩვენ აგერ აი პატარა მანქანით მივდივართ. შემოვედით ტყეპარკში. ასე როგორც ხედავთ, კეთილმოწყობილია აქაურობა, სუფთა და სასეირნოდ არის იდეალური გარემო. ტყეში აქვე არის მეგობრებო ფანჩატურები, სადაც ოჯახთან, მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ გაატაროთ დრო. აი აქ არის საბავშვო სივრცე, ტრენაჟორები.
ესე იგი 2 საათის ამბავია ფეხით რომ ისეირნო და ეს მთელი ეს წრე დაარტყა რა, რასაც ახლა ჩვენ გავდივართ. გარემო არის მართლა იდეალური. სისუფთავე, სიწყნარე, კაი ჰაერი, ჩრდილი მზეში, ჩრდილი იქნება საკმაოდ აქ. ეხლა შემოვედით სასტუმროში და გაჩვენებთ სპას და გაჩვენებთ აუზს. გამარჯობა. დანიელი აუზზე და წყალზე გიждდება ჩემგან განსხვავებით. საკმაოდ დიდი აუზია, როგორც ხედავთ. დავაი, გადაიშვი. აუზის გვერდით არის სავარჯიშო დარბაზი, რომელიც აი ესე გამოიყურება. ტრენაჟორებიც საკმაოდ ბევრია. ერთი სიტყვით კრისტალის საკურორტო ზონაში ყველაფერია საერთოდ, ისე რომ ამ ტერიტორიიდან გასვლა საერთოდ არ გჭირდება. აუზიდან შეგიძლიათ აქვე გახვიდეთ აივანზე, სადაც გარუჯვას შეძლებთ, თუმცა არა ასეთ ამინჩი. ეხლა ცოტა გაგვიწვიმდა, მაგრამ გასარუჯი სივრცეც არის. კაია? ენა ბედნიერია რა, წყალში სულ ბედნიერია ეს ბავშვი. რა ჩახტა. ახლა გაჩვენებთ მეგობრებო მასაჟის ოთახს. ეს არის მასაჟის ოთახი. არაერთი მასაჟის ოთახია ამ სასტუმროში და რა თქმა უნდა აქ შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვა პროცედურებით და ჩაიტაროთ მასაჟები. მოკლედ ვისაც გიყვართ ეს მომსახურებაც არის ამ სასტუმროში. წავიდეთ ახლა რესტორნები ვნახოთ, იმიტომ რომ რამდენიმე რესტორანია ამ სასტუმროში. აი ესე გამოიყურება სასტუმროს ლაუნჯი. საკმაოდ მყუდრო სიტუაციაა, როგორც ხედავთ. და საკმაოდ გემრიელი კერძები შეგიძლიათ დააგემოვნოთ აქ. აქვე არის რა თქმა უნდა ბარი და სხვა ალკოჰოლური სასმელი. ამ სასტუმროში არის ორჯერად იკვება, შვედური მაგიდაა და დაგათვალიერებინებთ ახლა საჭმელს. ეს არის ვახშამი. განახებთ რა გვაქვს აქ. ესეთი ხის სოკო ტარხუნით, აქ გვაქვს ბოსტნეულის რაგუ, აქ გვაქვს შემწვარი ქათამი. აქ გვაქვს ფრანგული ლობიო, აქ გვაქვს საქონლის ხორცის соуსი. ესეთი არჩევანია დღეს ძირითად კერძებში. აქეთ რა თქმა უნდა სალათებია, სხვადასხვანაირი, ბოსტნეული, საწებლები, კალბასები და ყველი, მჟავეული, რაც მე ძალიან მიყვარს და ტკბილეულია აქეთ. და გაითვალისწინეთ რომ კვება არის ორჯერადი, ანუ საუზმე და ვახშამი. რაც შეეხება სადილს, გაჩვენეთ უკვე კაფეები, რესტორნები, ლაუნჯი, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ სადილი და კიდევ ერთ რესტორანს გაჩვენებთ, ქართულ რესტორანს, სადაც უგემრიელესი ქართული კერძები მზადდება. რა თქმა უნდა, ეს რესტორანიც არის ამ სასტუმროს ტერიტორიაზე. ამასობაში დაღამდა მეგობრებო და ამოვედი ისევ კაფე Skyline-ში. როიცოდეთ, კაი ამინდის შემთხვევაში აქავრობა მუშაობს 10 საათამდე და ტობოგანიც ზემოთ მუშაობს 10 საათამდე. დღეს ახლა ცოტა ადრიანად დაიკეტა, იმიტომ რომ კარგი ამინდი არ გვაქვს, გაგვიწვიმდა. თუმცა კარგი ამინდი იცოდეთ, რომ 10 საათამდე მუშაობს და ღამეც აქედან ძალიან მაგარი ხედებია ქალაქზე და ტობოგანიც სულ განათებულია, ახლა დრონის კადრებს გაჩვენებთ. და ძალიან ლამაზია რა, სანახაობრივადაც ძალიან ლამაზია და ნუ ღამე კატაობას კიდე სხვანაირად ასწორებს. ჩამოვედით ისევ ქვემოთ, მე და დანიელი და ახლა მოვედით ქართულ გემოში. ქართული გემო არის რესტორანი, სადაც არის ქართული კერძები, მიხვდებოდით რესტორნის სახელიდანაც, ხო და ესე გვიან ვაპირებთ რომ დავაგემოვნოთ ქართული კერძები მე და დანი. შედი მამა. რა ლამაზია. ახეთ რა კარგად არის გაკეთებული. როგორც გავიგეთ, ეს რესტორანი ცნობილია ძალიან გემრიელი ხინკლით. ხო და ჩვენ ვაპირებთ რომ დავაგემოვნოთ ეგ ხინკალი. და ვნახოთ მართლა ეგეთი გემრიელია თუ არა. ეს არის ყველის ხინკალი.
ეს ჩვეულებრივი ქალაქური. აი გაცივდეს და მერე. ძალიან მაგარია. ძალიან გემრიელია. დანი რა სიტყვა? კაია. ისე შეარო როგორც არ უნდა იყოს, მაინც კაია სიტყვის, მაგრამ ახლა ძალიან კაია. აგერ მწვადი შემოგვიმატა. მოკლედ, ქართული სუფრაც და უგემრიელესი ქართული კერძებიც არის კრისტალის საკურორტო ზონაში. ესე მშვენივრად არის განათებული სასტუმროს ტერიტორია ღამე. და სხვათა შორის ეხა მოკლემკლავიანი მაცვია. და მცივა რა, ღამით. ეხა ძალიან მცივა. დღეს არის რა რიცხვია? 16, ხო. 16 ივლისია. და საკმაოდ მცივა ღამე. გრილა ბაკურიანში. ამოდით თბილისში მაგრაცხელა. ტობოგანი თუ აუზი? მართლა? დაждდებოდი კიდე? დღემის 3 ბაკურიანში. ახეთ რა მაგარი დილა გათენდა. საოცარი ამინდია დღეს. ჩავიდეთ ახლა საუზმეზე. რაც შეეხება საუზმეს, საკმაოდ კარგი არჩევანია. რა თქმა უნდა, დილით კვერცხი, სხვადასხვანაირი სოსისები მოხარშული, სალათები და ტკბილეული. ყველაფერი არის რა, რაც შეიძლება რომ დილით გესიამოვნოს საუზმეზე ადამიანს. კრისტალის საკურორტო ზონაში უამრავი აპარტამენტია, რომლის დაქირავებაც შეგიძლიათ. მომსახურებაში შედის აი ამ აუზით სარგებლობაც. ასევე აქ თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მშენებარი აპარტამენტიც და მიიღოთ შემდგომ შემოსავალი გაქირავებიდან. ამჯერად მე და ანიტა გამოვედით სასეირნოდ. გარეთ როცა გამოდის, ხმას არ იღებს. მაგრად ევასება გარეთ ყოფნა. სახში ერთ ამბავშია. სავარაუდოდ მოგზაურობაც ამის იქნება. რამე მითხარი?